გამარჯობათ. ვიმყოფები სვანეთში, მესტიის რაიონში, კონკრეტულად ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში. აგერ ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელი სოლი. შეხედეთ, რამდენი კოშკები დგანან. კოშკების სიმრავლე მეტყოლებს იმაზე, რომ სადაც ბევრი კოშკი დგას, სადაც კოშკები დგანან და განსაკუთრებით ბევრი კოშკი, ეს არის მრავალსაუკუნოვანი დასახლება, რამე თუ თავად სვანური კოშკები წარმოადგენენ მრავალსაუკუნოვან ნაგებობებს, სვანური კოშკები სვანურ სახლებთან ერთად არიან, წარმოადგენენ ერთიან თავდაცვით კომპლექსს, ერთიან სიმაგრეს. მინი ციხესიმაგრეს. ბარში ძირითადად გავრცელებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილას დიდი ციხესიმაგრეები, რადგან ბარში უფრო მეტად მოსახლეობა ცხოვრობდა უფრო მჭიდროდ დასახლება იყო, ხოლო მთებში უფრო ხშირ შემთხვევაში უფრო სიხალვათი, ამიტომ მთებში უფრო გავრცელებული იყო ციხესიმაგრეების, უფრო მცირე ზომის ციხესიმაგრეების არქიტექტურა, ანუ კოშკები. აგერ ხედავთ ჰაწვალის მთა, აგერ ზურულდის მთა, აქ არის ზურულდის მთა, ეს არის ჰაწვალის სათხილამურო კურორტის ზედა სადგურის ტერიტორია, ანუ სადაც იწყება სათხილამურო ტრასის ზედა წერტილი, ანუ დასაწყისი 2350 მეტრზე მდებარეობს დაახლოებით ზღვის დონიდან. აგერ ხედავთ თეთნულდის ხეთს 4850 მეტრი დაახლოებით ზღვის დონიდან, აგერ მწვერვალი თეთნულდი, აგერ მწვერვალი გისტოლა დაახლოებით 4860 მეტრი ზღვის დონიდან, ანუ ცოტათი უფრო მაღალი თეთნულზე, მაგრამ როგორც ხედავთ, უფრო დაბალი ჩანს, ვინაიდან უფრო შორს არის. ხოლო აქედან მთა ეფარება, ქვემოთ არის თეთნულდის სათხილამურო კურორტი, სადაც ყველაზე მაღლა მდებარე საბაგირო სადგური მდებარეობს დაახლოებით 3170 მეტრზე ზღვის დონიდან, სადაც არის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი სათხილამურო ტრასის. აგერ ხედავთ ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულს, მასში შემავალ სხვადასხვა სოფლებს, მაგრამ ახლა ის ეფარება, ხეები ეფარება და ისე სხვა სოფლები ისე არ ჩანს. აგერ მწვერვალი ბანგურიანი დაახლოებით 3840 მეტრი ზღვის დონიდან. აგერ შეხედეთ, როგორ ლამაზი ხედია, კოშკიც როგორ ლამაზად ჩაჯდა, როგორ ზის ამ ხედში. ეს მთლიანად არის კავკასიონის მთავარი ქედი. ამ ქედს გადაღმა ყაბარდო-ბალყარეთის რეგიონი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. ეს მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის მხარეა. აქეთა მიმართულებით არის მწვერვალი უშბა, დაახლოებით 4700 მეტრის სიმაღლე ზღვის დონიდან. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალი, მაგრამ ახლა აქედან არ ჩანს მთები, გორაკები და მთები ეფარება. იქეთა მიმართულებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მწვერვალი იალბუზი, კავკასიაში ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი, აგერ სვანეთის ქედი, სვანეთის ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალი ლაილა დაახლოებით 4010 მეტრი დაახლოებით ზღვის დონიდან, დაახლოებით სიმაღლე. საერთოდ ეს სიმაღლეები ხშირად და მიახლოებით ითქმის მაგალითად შხარაზე, რომელიც ზოგან 5200-ზე ცოტა მეტიც წამიკითხია, ზოგან 5200-ზე ცოტა ნაკლებიც. ანუ ხშირ შემთხვევაში ამ სიმაღლეს გარკვეული ცდომილება აქვთ. აგერ სვანეთის ქედის აქეთ გადაღმა უკვე არის ლენტეხის რაიონი, ქედის მეორე მხარეს, ანუ ეს არის სვანეთის ქედი. ახლა ეს აგერ ხედავთ ზურულდის მთას, სვანეთის ქედის აგერ ჩვენს გასწვრივ მეორე მხარეს ლენტეხის რაიონი, ანუ ქვემო სვანეთი, მესტიის რაიონი კი ზემო სვანეთია. აი შეხედეთ, როგორი სილამაზეა, ასე რომ სვანეთში ლამაზი ხედები არის ფაქტიურად თითქმის ყველა ადგილას, ან გაშლილი ხედები, ან შეიძლება გაშლილი ხედი იმდენად არ იყოს, მაგრამ ძალიან ლამაზი ხეობები და ასე შემდეგ. ასე რომ საქართველო, როგორც ხშირად მე ვამბობ, საქართველო არის მსოფლიოში ულამაზესი
ქვეყანა სვანეთი საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი საქართველოს სოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა სვანეთი საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ანუ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ახლა მე ვიმყოფები სოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას საქართველოში კონკრეტულად სვანეთში კონკრეტულად ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ შემთხვევაში